საახალწლო კონცერტი განახლებულ გუდაურში სამთო სათხილამურო კურორტზე ძველით ახალი წელი ყველაზე მასშტაბურად აღინიშნა. ღია ცის ქვეშ საახალწლო კონცერტი ჩატარდა. 2012 წელს გუდაური განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. კურორტზე ევროპული სტანდარტების ახალი საბაგიროები დამონტაჟდა და ახალი უბანი გაშენდა. გუდაურში გამართულ საახალწლო წარმოდგენებს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაესწრო. რატი ხვისტანის რეპორტაჟი. მას შემდეგ რაც გუდაურის განვითარების პროგრამის განხორციელება თბილისის მერიამ საკუთარ თავზე აიღო, მხოლოდ 7 თვე გავიდა. თუმცა მოკლე დროში კურორტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ძველ გუდაურში განახლდა საბაგიროები და გასუფთავდა სათხილამურო გზები. მთავარი სიახლე კი ეგრეთ წოდებული ახალი გუდაურია, სადაც კავკასიის მასშტაბით ყველაზე გრძელი 2500 მეტრიანი გონდოლა დამონტაჟდა. სათხილამურო ტრასები თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. სპეციალურად დამწყებებისა და ბავშვებისთვის დამონტაჟდა 400 მეტრიანი ბიგელი, სასრიალო მილები და გასართობი მოედანი. გუდაური მთლიანად აღიჭურვა უკაბელო ინტერნეტით. ამ ეტაპზე ახალ გუდაურში მიმდინარეობს სასტუმროების, რესტორნების, ბარების და სხვადასხვა გასართობის საშუალებების მშენებლობა. განახლებული გუდაური დღეს თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს. ეს კურორტი ხდება აბსოლუტურად სხვა კატეგორიის, სხვა დანიშნულების. თუ აქამდე სტატისტიკის შემიძლია თქვა იყოს 17-19 კილომეტრი სასრიალო ტრასა, ეხლა იქნება 57 კილომეტრი, ამითი გადავიდა პირველ და მეოთხე კატეგორიაში, სულ არის 5 კატეგორიის სამთო კურორტები. ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ისეთებისთვის, ვინც არ სრიალებენ, არის შესაძლებლობა დასვენების. თბილისის მერია მართლა ძალიან სერიოზული სამუშაო ჩაატარა, ბევრს არ ეგონა რომ ამის ნახევარიც კი მოესწრებოდა ამ მომენტისათვის. ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და ჩვენ ვხედავთ უკვე მომავალ გუდაურს, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა ექნება და ფაქტიურად აქ კერძო სექტორის განვითარებისთვისაც და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაც, რომელსაც აკეთებს მერია, არის ძალიან სერიოზული პერსპექტივები. საქართველოში ყველაზე მასშტაბურად წელს ძველით ახალი წელი სწორედ განახლებულ გუდაურში აღინიშნება. ახალ წელს გუდაური გრანდიოზული ფეერვერკით, კონცერტით და ცეცხლოვანი შოუით შეხვდა. დღეს ვერ ვისრიალე, დაუკარი, მაგრამ აღდათ ვაპირებ მალე ჩამოსვლას ჩემ ბავშვებთან ერთად. თუ კი ვინმე გადაწყვიტა ზამთარში დასვენება, ვინც არის ექსტრემალური სპორტის მოყვარული, ვისაც უყვარს ხილამურები, ვისაც უყვარს ზამთარი და თოვლი, ამოვიდეს დაისვენოს, იმიტომ რომ აქ უამრავი საშუალება არის გართობის და დასვენების. გუდაურში სათხილამურო ტრასაც განათდა, ამიტომ მსურველებს ახლა მთიდან დაშვება ღამის საათებშიც შეუძლიათ. ჩემთვის დიდი პატივია რომ აქ ვიმყოფები. ამ კურორტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ფანტასტიკურად გაგიმართლათ რომ ეს ყველაფერი თქვენს ქვეყანაშია. რამდენიმე წელიწადში ამ ადგილს სამთო სათხილამურო სამოთხეთ ვაქცევთ. საახალწლო ღონისძიებები გუდაურში დღესაც იმართება. ამ წუთებში ღია ცის ქვეშ კონცერტი მიმდინარეობს. განახლებული გუდაური ტურისტებს მთელი სეზონის განმავლობაში ელის და მათ ახალ სერვისებსა და კომფორტულ დასვენებას თავაზობს.